ახალ ხელისუფლებას პარალელურად ყველა იმ დაზარალებული მოსმენა მოუწევს, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლი გახდნენ. Წართმეული ქონების დეტალებზე კიდევ ერთი ბიზნესმენი საუბრობს. კავკასიის ონლაინის დამფუძნებელი 2 წლიან დუმილს არღვევს. საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კავკასიის ონლაინში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაზე უარი უთხრა, რაც იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური უკანონო მოსმენები მიმდინარეობდა. რთული გამოსაცნობი არაა, როგორ მოიქცნენ იმ კომპანიების მფლობელები, რომლებიც ბაზარზე დარჩნენ და რომელსაც რეჟიმმა მუშაობის საშუალება არ მისცა. მამია სანადირაძის კომპანია მოგვიანებით GMC ჯგუფმა გადაიფორმა, რომლის დამფუძნებელი თავის მხრივ სააკაშვილთან დაახლოებული ძმები შარანგიების ბიზნეს პარტნიორია. კომპანიის გაყიდვა საერთოდ არ ვაპირებდი. კავკასიის ონლაინის დამფუძნებელი მამია სანადირაძე 2 წლიან დუმილს არღვევს. ის კომპანიის იძულებით გასხვისების დეტალებს იხსენებს და ახალ ხელისუფლებას საქმის ობიექტურ გამოძიებას თხოვს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 წლებასთან შეთანხმებულად ახორციელებდა. გაზაფხულისთვის ჩვენთან მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ეგრეთ სახელად ბორია მიტიჩაშვილი. და მან მოგთხოვა, რომ ჩვენს ქსელში დაყენებულიყო ასე რომ ვთქვათ აპარატი, რომელიც ადგებოდა და ყველა იმეილებს და ყველა ასე რომ ვთქვათ მდინებებს გააკონტროლებდა და დაამირორებდა, ანუ დააკოპირებდა. რაზედაც ჩვენ ვარი ვთქვით. მამია სანადირაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვდა მისი წარმომადგენელი მაშინდელი ოპოზიციური ლიდერების სახში კავკასიის ონლაინის უნიფორმაში ჩაცმული შესულიყო და მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინა, რაზეც უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ვანო მერაბიშვილის გარეშე არაფერი არ ხდებოდა. ძნელია 10 წელი, როცა შვილი ვიწდი კომპანიას და დანგრევას გადავწყვიტე, რომ გადამეცა. სანადირაძის განცხადებით 2009 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 660,000 ლარი დააჯარიმა. ამასთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მასობრივად დაიწყო ინტერნეტის კაბელების გადაჭრა. ბოლოს კი ინტერნეტის იაფად გაყიდვის მიზეზით საგადასახადო 11 მილიონიანი ჯარიმით დაემუქრა. ამის შემდეგ ბიზნესმენმა კომპანიის დახურვას მისი იძულებით გასხვისება არჩია. როდესაც სახელმწიფო ხუთი სტრუქტურა განგრევს და მერე ბიზნესმენი მოდის და შემოგთავაზებს ყველა პრობლემის მოხსნას და მართლა გააჩერდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ეს ეჭვი არსებობს, რომ ეს ბიზნესმენი დაკავშირებული იყო სახელმწიფოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სანადირაძის მიერ დასახელებული პირი იქ არ მუშაობს, თუმცა გაარკვევენ მუშაობდა თუ არა ის 2010 წელს. რაც შეეხება კავკასიის ონლაინის დამფუძნებლების ბრალდებას მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებასთან დაკავშირებით პრესამსახურში ამბობენ, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. კავკასიის ონლაინის ამჟამინდელი მენეჯმენტი კი სანადირაძის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.